იემენის დედაქალაქში ათასობით ადამიანი ქვეყნის პრეზიდენტის აბდულა სალეჰის გადადგომის მოთხოვნით კვლავ გამოვიდა მასობრივი აქცია სანას უნივერსიტეტის წინ გაიმართა. ექსპერტების თქმით, მიმდინარე მანიფესტაცია ნათლად მიუთითებს, რომ საპროტესტო ტალღა დაწყებიდან 2 კვირის შემდეგაც აქტუალობას არ კარგავს. აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში არ დაშლან, დემონსტრანტები მღეროდნენ და არსებული რეჟიმის შეცვლას მოითხოვდნენ. ამის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ აბდულა სალეჰის მმართველი პარტიიდან ერთ-ერთი გავლენიანი ტომის წარმომადგენელი წავიდა. ჰუსეინ ალ-აჰმარმა პარტია ადენში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დატოვა, რომელსაც 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მმართველი პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება მან ქალაქ ამრანში მიმდინარე მრავალ ათასიან მიტინგზე გააკეთა და ხალხს ვეტერანი არაბი ლიდერის გადაყენებისკენ და მისი 32 წლიან მმართველობის დასრულებისკენ მოუწოდა. ემრანში ალი აბდულა სალეჰის ტომის 100,000 კაციანი მიტინგი გაიმართა. აქციის მონაწილეებმა იემენის ლიდერს გადადგომას თხოვეს. ჰაშედის ტომი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გაერთიანება იყო, რომელიც პრეზიდენტს 10 წლეულების მანძილზე მხარდაჭერას უცხადებდა. იემენში ვითარება 17 თებერვალს დაიძაბა. ამ ხრის მანძილზე სახელისუფლებო ძალებსა და მომიტინგეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 24 ადამიანი გარდაიცვალა.